სამაისოს შეკითხვებს არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია უპასუხებს, რომელიც სწორედ ამ შეხვედრას ესწრებოდა. ქალბატონ ნინო, მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით. ვის ხელში უნდა იყოს ეგრეთ წოდებული გასაღები, რა რეკომენდაციები აქვთ უცხოელ ექსპერტებს? დიახ, როგორც მოგეხსენებათ, მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში შევიდა, რამაც გარკვეული ფორმალური ნაწილი მხარე, ესე ვთქვათ, მოაგვარა იმისა, რომ არ ყოფილიყო, ესე ვთქვათ, შეუზღუდავი წვდომა ჩვენ სატელეფონო საუბრებზე, თუმცა დარჩა ყველაზე მაინც მნიშვნელოვანი საკითხი, რისთვისაც შექმნილი არის სამუშაო ჯგუფი, კერძოდ ვის უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა ჩვენ სატელეფონო საუბრებთან და კომუნიკაციასთან, არის ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ოპერატორები, რომლებიც შესაბამის ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროზე მხოლოდ მაშინ გასცემა, როდესაც იარსებებს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ამ პირზე მოსმენა არის ნებადართული. დღეს არსებული პრაქტიკა და დღეს არსებული ტექნიკური საშუალებები, რაც არსებობს, საშუალებას აძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ნებისმიერ დროს შეუზღუდავად ჰქონდეს ნებისმიერი პირის სატელეფონო კომუნიკაციაზე წვდომა და ამისთვის მას არ სჭირდება სასამართლოს ნებართვა. ფორმალურად საჭიროა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასამართლოს ნებართვა, თუმცა ტექნიკური საშუალებები იმ დაგვარია, რომ მათ შეუძლიათ სასამართლო ნებართვის გარეშეც ჰქონდეთ ამ ინფორმაციაზე წვდომა. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით სასაუბრო ჩამოვიდნენ ევროსაბჭოს ექსპერტები და ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე ვსაუბრობდით იმ საუკეთესო პრაქტიკაზე, რაც არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროპაში, ამერიკაში და ასევე იმ გამოწვევებზე, რაც შეიძლება ახლდეს რა რეკომენდაციები მოგცეს უცხოელმა ექსპერტებმა, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ? კი ბატონო, მათი განცხადებით ევროპული სახელმწიფოები უმრავლესობა მიდის იმ გზისკენ, რომ ხელმისაწვდომობა, გასაღები უნდა არსებობდეს მობილური ოპერატორის ხელში, რომელიც მხოლოდ სათანადო ნებართვის გარეშე გასცემს ამ ინფორმაციას. და ისინი აცხადებენ, რომ ის ფორმა, რაც დღეს საქართველოში არსებობს, ის ტექნიკური საშუალება და ის ხერხები არის ალბათ სოფლიოში ყველაზე მარტივი გზა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელი მიუწვდება სატელეფონო საუბრებზე. ანუ ეს არის ფაქტურად უმარტივესი გზა, რომლის შეცვლაც ბუნებრივია არ ენდომება სამართალდამცავ ორგანოებს, იმიტომ რომ მათ ეს თავიანთ საქმიანობას ძალიან უადვილებს. ამიტომ ბუნებრივია ეს წინააღმდეგობები მათგან წამოვა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საუკეთესო პრაქტიკა უჩვენებს, რომ ეს პრაქტიკა, რაც ჩვენთან არსებობს, არ არის მისაღები დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის და ქვეყნებისთვის. თუმცა ამასთანავე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმ რისკებზეც, ალბათ რაც ახლავს ამ წვდომის, თქვათ, მხოლოდ ოპერატორებისთვის, სატელეფონო ოპერატორებისთვის გადაბარებას, იმიტომ რომ აქ, თქვათ, გამჭვირვალობის საკითხი იქნება აუცილებლად დასარეგულირებელი. მეორე მხრივ ასევე უნდა გავითვალისწინოთ თვითონ მობილურ ოპერატორებს, აქვს თუ არა სურვილი, რომ ეს პასუხისმგებლობა აიღონ და შესაბამისად პოლიტიკური ნებაც უნდა არსებობდეს, რათა მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება. ქალბატონ ნინო, გასაგებია რეკომენდაციები, თუმცა თუ მიიღეთ არა მათგან, უცხოელი პარტნიორებისგან გარკვეული, ასე ვთქვათ, გარანტიები იმისა, რომ ისინი შეასრულებენ მედიატორის როლს თქვენსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, მეგულისხმობ არასამთავრობო სექტორს? დიახ, ჩვენ ამ შემთხვევაში მედიატორის ისინი არ წარმოადგენენ მედიატორებს, იმიტომ რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში არასამთავრობო სექტორს აქვს პირდაპირი საუბრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ამ შემთხვევაში თქვათ ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა მათთან ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა ჩვენი ხოვნა იყოს, რომ პოზიციები რადიკალურად განსხვავდება და აქ გამომდინარე. რა თქმა უნდა, ჩვენი უბრალოდ ესე ვთქვათ თხოვნა მათთან იყო ის, რომ მათ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირონ ეს პოზიციები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საუბრის დროს. ანუ ის თუ რა წარმოადგენს კარგ პრაქტიკას დემოკრატიულ ქვეყნებში, იმიტომ რომ მათ ერთის მხრივ ასევე აქვთ პოზიცია, რომ ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი ხალხის, სახელმწიფოს, ხელისუფლების, მობილური ოპერატორების ერთად ჩვენ თავად უნდა გავსაზღვროთ, გვინდა თუ არა გვისმენდეს შეუზღუდავად შინაგან საქმეთა სამინისტრო. ანუ მათ არ აქვთ კაფიო რეკომენდაციები, რომ ჩვენ ეს ასე უნდა გავაკეთოთ. ამიტომ უბრალოდ ჩვენ ვთხოვეთ, რომ მათი მესიჯები ყოფილიყო უბრალოდ ძალიან კაფიო თუ როგორი არის ეს მოსმენის გზები დემოკრატიულ ქვეყნებში. გასაგებია და როდის გადავა აქტიურ ფაზაში ურთიერთობა უკვე ხელისუფლებასთან და მუშაობა ამ საკითხზე, როდის აპირებთ მუშაობის გაგრძელებას პარლამენტთან? დიახ, უკვე მიმდინარეობს, ანუ შექმნილი არის სამუშაო ჯგუფი, სადაც ესე იგი მონაწილეობენ არასამთავრობო სექტორის სხვადასხვა სამინისტროების, პარლამენტის წარმომადგენლები და იქ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს განხილვები აი ამ თემაზე და ვფიქრობ, რომ ევროსაბჭოს ექსპერტების ეს პოზიცია ჩვენ დაგვეხმარება არასამთავრობო სექტორს, რომ ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო გავამყაროთ იმ თქვათ პრაქტიკით და რეკომენდაციებით, რასაც ისინი მოგვაწვდიან. დიდი მადლობა წარმატებების